4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი გამოტანილია პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი, ირაკლი ჩხვირკია, თორნიკე მჭედლიშვილი, გური ჟოანია და ნიკა გვენცაძე 5 წლით გაუშვეს ციხეში. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმის ოქროს მოწმე დღეს სასამართლომ ვერ გამოკითხა. პროცესზე დასასწრებად იძულების წესით მიყვანილი ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. ავალიანის დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა ჩვენება განზრახ არ მისცა და მან ცუდად ყოფნა გაითამაშა. ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაზარალებულებს პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი კითხვებს უჩენს. უწყებას დაკავებული პირების არც ვინაობა და არც ინიციალები არ დაუსახელებია. დაპატიმრებულებს შორის არ არის ის პირი, ვინც ფორმულას წყარო გურამ როგავაზე თავდამსხმელად ასახელებდა. მგონია, რომ ეს არის გადმოგდებული თემა, აცხადებს აქციაზე სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი. მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ამის შესახებ მისმა თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, გარდა სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებისა, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლის.